ესეთი გაშლა ვნახოთ ახლა მეგობრებო. რა დაგეხმარებათ თქვენი თავის პონაში? რა ვინ? ავიღოთ თუ ცოტა ისეთ პერიოდში ხართ, სადაც ვერ გიპოვიათ თქვენი თავი, ვერ გიპოვიათ თქვენი სფერო, რომელიც დაგაინტერესებთ. რა ვინ დაგეხმარებათ თქვენი თავის, თქვენი რეალიზების პონაში? ნახოთ ვინ ხართ, რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, როცა ამ გაშლას უყურებთ. რასაკვირველია, ლაიკები მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ კომენტარი, გაზიარება, შეინახეთ ეს ვიდეოც საჭიროდ რომდე. რა ენერგიაში ხართ დღესდღეობით, როცა ამ გაშლას უყურებთ. თქვენი პოზიციის დაცვის მომენტი გაქვთ რაღაცნაირად. ტოს ხმლით მიხვედით იმ დასკვნამდე, ასე ვთქვათ, ლაბირინთიდან გამოსავალი არის ის, რომ თქვენი პოზიციის მყარად დამცველი უნდა იყოთ და თქვენი თავის გარდა ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, ადვოკატი და დამცველი მეტი არავინ არ გეყოლებათ. საჭირო დროს თქვენი თავი უნდა დაიცვათ, უნდა წამოდგეთ ფეხზე, უნდა ისწავლოთ თქვენი თავის დაცვის მომენტები, როცა საჭირო იქნება ხმალი აიღოთ ეს ხელში, იხმლოთ, როგორც ვთქვათ, და საომარ სიტუაციაში იომოთ. სასიყვარულო სიტუაციაში სიყვარულით ვეუპასუხოთ სამყაროს და ადამიანებს და აი დასკვნამდე მიხვედით საერთოდ აი ამ ტოს ხმლით აი ეს ლაბირინთიდან გამოსავალი ამ სიტუაციაში მენტალურად რასაკვირველია მენტალურ ბაზაზე ამ მომენტისთვის საუბარი იპოვეთ. ემოციები დატოვებული გაქვთ, რა სიტუაციასაც არ უნდა ეხებოდეს ახლა ეს ემოციური ფონი, ასე ვთქვათ, რვიანად ასე დატოვეთ, ემოციებზე ნაკლებად ზრუნავთ. თქვენი თავის, თქვენი პოზიციის დაცვის რეჟიმში ხართ. და ასეც რაღაცა ჩადებულის მოლოდინის რეჟიმში ხართ, რომ აი რა იქნება, ვინ მოვა დამხმარე ხელს, ვის გამომიგზავნის სამყარო, მაღალი ძალები, რას შემომთავაზებენ, რა მომელის ხვალ. ბედის ბორბალი არის მეათე მაღალი არკანი, რომელიც ასე ვთქვათ, რაღაცა წამდაუწუმ თითქოს თქვენ ნერვებზე მოქმედებს და სიტუაციურად რაღაცეებს გიცვლით, ხან ისე, ხან ესე, ადამიანები ვართ, ყოველას გვეცვლება სიტუაცია და ერთფეროვანია, არც კარგი ხდება ცხოვრებაში და ანუ სამუდამო არც კარგია და არც ცუდი, ამიტომ ყველა სიტუაციას უნდა ადეკვატურად მოვერგოთ ხოლმე. უბრალოდ ხვდებით, რომ ბედის ბორბალმა ეხლა შეგაბრუნა სრულიად 180 გრადუსით, ვიდრე ცხოვრობდით და სიტუაცია იყო თქვენი ცხოვრებისეული ყოველდღიურობის, ეხლა სრულიად სხვა ეტაპზე ხართ და რაღაცნაირად აი ამ ბედის საჩუქარსელით, ამ ბედისგან რაღაცა გზას ელით, რომ რას მოგიტანთ ეს ცვლილებები და აი ეს ბედის ბორბალი რამდენად იღბლიანი აღმოჩნდება ეს სიტუაციური ცვლილება თქვენ ცხოვრებაში. პრინციპში ადამიანიც ხართ, ისეთი შეიძლება რომ ხშირად გიწევთ საზღვარგარეთ მივლინებები გქონდათ, ასეთი რაღაცნაირად გადაადგილებები, ასევე ამ კარტით გეტყვით, რომ შეიძლება ხართ ძალიან ციკლური პიროვნება, აი ერთ ადგილას ვერ ჩერდებით, სულ რაღაცა ცვლილება გჭირდებათ, სამუშაო თუ მიეჩვიეთ, მერე გბეზრდებათ და ახლის ზებნას იწყებთ. პარტნიორულ ურთიერთობას თუ ეხება, ისეთი პარტნიორიც ვერ ნახეთ, ვისთანაც სამუდამოდ აი რაღაცნაირად გბეზრდებათ ეს რეჟიმი, როცა ეჩვევით და იწყებთ ახლის ძებნას, აი ესეთი ციკლური ერთი და იგივე პრობლემა დგას თქვენ ცხოვრებაში, რომ აი რაღაცა ვერ დაფუძნდით თქვენ ცხოვრებაში, თქვენ პროფესიაში, თქვენ ოჯახი ვერ დააფუძნეთ ისე როგორც საჭირო, აი რაღაცა სულ ცვლილებაზე მოგდით და ნახოთ ეს ბედის ბორბალი გვიჩვენებს 21 მაღალი არკანი, რომ ეს არის რაღაცა ამჯერად ეტაპი დასრულებული თქვენ ცხოვრებაში, ერთ-ერთი რის გამოც აი ეს ბედის ბორბალიც გვიჩვენებს მაგ მომენტს, რომ ეხლა არის ცვლილებების დრო და ეს ცვლილებების პერიოდი უნდა გამოიყენოთ ყველა ვარიანტში. თქვენი პოზიციის დასაცავად, თქვენი თავის რეკლამირებისთვის, თუ გაქვთ სოციალური ქსელები და იყენებთ მაქსიმალურად გამოიყენეთ, იმიტომ რომ შესაძლებელია კარგი შანსი მოგეცეთ ამითი, რომ თქვენი თავი ვიღაცამ ისეთ მანახოს, ვინც დაგეხმარებათ გზის გაკვალვაში. ნახოთ ახლა რა და ვინ დაგეხმარებათ, იმისთვის რომ თქვენი თავი იპოვოთ.
ამისთვის არის ეს გაშლა და ლაიკები კიდევ შეგახსენებთ, არ დაგეზაროთ და არ დაგეზაროთ ასევე თქვენი კომენტარის დაწერა. საერთო გაშლებისთვის კიდე დამიწერეთ კომენტარში, რა თემა გინდათ ისეთი იხილოთ, რომ საერთო გაშლისთვის გამოდგეს. ვინ და რა დაგეხმარებათ თქვენი თავის პოვნაში. სწორედ მოსწავლის რეჟიმს გვიჩვენებენ ახლა, რომ მოსწავლის რეჟიმში ხართ, აი რაღაცას სწავლობთ, ფინანსების გამომუშავების თემატიკა გაქვთ. შეიძლება თქვენი საკუთარი ბიზნესი ან რაღაცა ჩამოაყალიბეთ, სადაც ახლა სწავლობთ, როგორ უნდა მმართველობა, როგორ უნდა ჩადოთ ამაში ფინანსი და გამოიმუშაოთ, რა სტრატეგიულად უფრო რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის იმისთვის, რომ აი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აი ამ თუნდაც ბიზნესში, რომელიც თქვენთვის ახალი ხილია და ასე ვთქვათ, ახალი მოსწავლესავით, სტაჟიორის როლში ხართ ახლა, სწავლობთ უფროსი როგორ უნდა იყოთ და თქვენი ბიზნესი როგორ განკარგოთ. ეს ერთი მომენტია. პირველ რიგში დაგეხმარებათ ის, რომ თუ კონფლიქტური სიტუაციები გაქვთ, აქედან აუცილებლად უნდა თავი არიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და კონფლიქტში არ ჩაებათ არც ერთ ვარიანტში. თქვენ ეხლა სწავლობთ ახალ რეჟიმს, ცხოვრების სტილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენი ენერგეტიკა ფინანსების გამომუშავებისკენ მიმართოთ და არ ხარჯოთ ტყუილა უბრალოდ აგრესიაში და დაბალ ვიბრაციებში, რომელიც შესაძლებელია სწორედ ფინანსური სიდუხჭირიდან მომდინარეობდეს თქვენ ოჯახის წევრთან მაგალითად ან საყვარელ ადამიანისგან მომდინარეობდეს, რომ უფრო მეტი უნდა რომ თქვენ გამოიმუშაოთ და თქვენ ახლა ამის საშუალება არ გაქვთ. მოკლედ, არც ერთ ვარიანტში ემოციურ ფონს ნუ შეიქმნით ისეც, რომ დეპრესიაში ჩავარდეთ და კონფლიქტებში გადავიდეს ეს დეპრესიული მომენტი. ყველა ვარიანტში სწავლისკენ, ფინანსების გამომუშავებისკენ მიმართეთ თქვენი ენერგეტიკა, რაც გამოიწვევს ნამდვილად კარგ ფინანსურ წარმატებას. 9-იან პენტაკლით ეს არის 4-4 ბაღი ფინანსურ სფეროში. ეს არის წარმატება იმ სფეროში, რაშიც შენ ენერგეტიკას დებ და არ გეზარება. ძალიან დიდი შანსები გაქვთ კონფლიქტის, კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი, ზოგს საყვარელ ადამიანთან, ზოგს ოჯახის წევრთან, ზოგს სამუშაო რეჟიმში, ზოგს რაღაცა კონკურენციის სფეროში, ამ თქვენ ახალ სფეროსთან მიმართებაში, კონფლიქტში და ესე ცუდ ენერგეტიკაში ნუ ჩადებთ თქვენ თავს. ამისკენ არც ერთ ვარიანტში არ გირჩევთ, რომ ამაზე დახარჯოთ ენერგეტიკა. რა და მინდა გეხმარებათ თქვენ მარტოობაში და დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ არც ერთ ვარიანტში. გეყოლებათ მამაკაცებს ვეუბნები, დედრობითი სქესის, წყლის სტიქიის წარმომადგენელი მოდის სიყვარული და თასით ხელში, რომელიც შეიძლება თქვენი მეგობარია, თქვენი და დედა, წყლის სტიქიის ქალბატონია, ძალიან მოსიყვარულე, შეიძლება კიბორჩხალას, მორიელის ან თევზების ნიშანს წარმოადგენს, მაგრამ უბრალოდ ძალიან თბილი და მოსიყვარულია თქვენთან მიმართებაში, რომელიც ეცდება აი ამ მარტოობიდან და ამ დეპრესიიდან გამოგიყვანოთ და დაიხმარეთ ეს ქალი, იმიტომ რომ ძალიან საჭირო დროს, ასე ვთქვათ, აი ამ თქვენ პოზიციების გამყარებაში, ფსიქოლოგიურ მომენტში მაინც დაგეხმარებათ და მიგითითებთ გზას მენტალურად. 6-იან ხმალი ეს არის გზა. შეიძლება მიგითითოთ მიმართულება მოგცეთ, საით როგორ რა უნდა გააკეთოთ. ქალბატონი არის ძალიან გამჭრიახი გონების, ძალიან ჭკვიანი, შეიძლება კანონები იცის, შეიძლება მისი სფერო არის სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში, ადვოკატი, არ ვიცი, ნებისმიერი კანონების მცოდნე, ექიმი, ასევე ჰაერისტიკის დედოფალი არის ძალიან ასეთი ცივი ენერგეტიკის, მენტალურად ძალიან განვითარებული ქალი და ეს ამ ქალის რჩევა, როგორც მინიმუმ მიიღეთ და დაიხმარეთ. ეს გამოგადგებათ, კიდე რა გამოგადგებათ იმისთვის, რომ თქვენი თავი იპოვოთ, ან ვინ გამოგადგებათ. უნდა დაანგრიოთ ძველი სტერეოტიპები და ორჭოფობა ეს დღეს ეს მინდა, ხვალის მინდა, ორს გამზე მოვერგო, 50-50-ზე მინდა თუ არ მინდა, ეს საქანელის რეჟიმი უნდა დაანგრიოთ. 16 მაღალი არკანი გეუბნებათ. ეს არის მაღალი არკანი, გეუბნებათ, რომ ყველა ვარიანტში ესეთი სტილისტიკა თქვენი ცხოვრების უნდა დაანგრიოთ და მიიღოთ შანსები ახალი სამყაროსგან, რომელიც გექნებათ ტუს პენტაკლით აუცილებლად. ეს არის შანსი, არ ვიცი, ჯეკპოტისაც კი თუ ლოტარიის ბილეთებს თამაშობთ ხოლმე, ითამაშეთ, მოგების შანსი ძალიან დიდი გაქვთ და სტაბილურობის შენარჩუნება. აუცილებლად თქვენი საყვარელი ოჯახის წევრი იქნებათ, თქვენი საყვარელი მეორე ნახევარი იქნება, დაიხმარეთ. ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, დახმარებას მოგცემენ ამ მიმართულებით.